მოიცადე? არაფერი მესმის. ამბობ რომ მას ამნეზია აქვს, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პერიოდი არ ახსოვს. ასეა? ასეა. Öyleymiş. ჩემს უცხოელ ექიმ მეგობრებთან კონსულტაცია გავიარა. მედიცინაში ამას რეტროგრადულ ამნეზიას ეძახიან. Ანუ სერქანს ცხოვრების განსაზღვრული შუალედი არ ახსოვს. Dönemi hatırlamıyor. Bu da yaklaşık bir yıl civarına tekabül ediyor. მას რა ედა არ ახსოვს? Yok artık canım o kadar. არა, რას ამბობ? ედა ის ქალია რა, რომელიც შეიძლება დაივიწყო. სერქან მე? არ მახსოვს. რატომ? სერგან რას ნიშნავს არ გახსოვარ? სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. სისულელეებს ნუ ამბობ. დაქორწინებას ვაპირებდით. შენმა თვითმფრინავმა მარცხი ჩვენი ქორწილის დღეს განიცადა. ერთმანეთში შეყვარებულები ვიყავით, ერთმანეთი ახლაც გვიყვარს. მეგობრებო, არაფერი ახსოვს, არც ედა, არც მომხდარი ახსოვს. Yaşananları hatırlıyor. ახლა სერქანია ერთი წლით უკან დაბრუნდა. ზუსტად ერთი წლით. ეს როგორ შეიძლება რომ ერთი წელი არ მესმის. მართლა ძალიან საინტერესო სიტუაციაა. თუ ბოლო წელი არ ახსოვს, ანუ მე ვახსოვარ, მაგრამ მელო არა. ერდენ. გამოდის რომ ყველაფერი გაქრა რაც ბოლო წელს მოხდა. Tanıştığı kişiler. ახალი ნაცნობები, მომხდარი ამბები. გამოდის ამ მომენტში ის ძველი სერქანია. Şu an რომელსაც ჩვენ ყველანი ვიცნობთ. eski Serkan. როგორ გითხრა? ეს ცხოვრებაში პირველად ხედავ. İlk defa görüyorum seni bugün. Evet. არა, მართალი არა. Eda. სიმართლე არაა სერქან. ახლა გიპოვე. გავერთიანდით. შეუძლებელია. ნუ სულელობ. ხო, თუ ხუმრობა არ ეხუმრა. შეუძლებელია რომ ეს სიმართლე იყოს. ქალბატონო ედა, თუ გინდათ, მოდით ჩამოჭიქით. რა ქალბატონო ედა? სიყვარულს მეძახდი, რას ნიშნავს ქალბატონი ედა? არ ვიცი რა გითხრა. Yani ვცდილობ გაგიგო, მაგრამ seni შენც უნდა გამიგო. Lütfen beni de al. ძალიან ხო. არა, არ შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს. ყველაფერი რაც გადავიტანეთ, ჩვენ სიყვარულს ვერ დაივიწყებ. არ მახსოვს. არაფერი მახსოვს. Yani სელენი? დიახ. როცა თვალები გავახილე, გავიხსენე რომ სელინს ხვდებოდი და ახლა ზუსტად იმ მომენტში ვარ. şu an ben არ მახსოვს. yani აქამდე ან შემდეგ რა იყო. სერქანს ახსოვს რომ შუაგულ ზღვაში უგონად იყო. Aydın bir halde hatırlıyor. ძველი სათავსო გემინახულობს, სოფელში მიყავთ და იქულიან. Birleştiriyor. როცა გონს მოდის მე მირეკავს, რადგან მხოლოდ მე ვახსოვარ. Arıyor. მასთან დანეიდან მივდივარ, ვეხმარები. აქ სრული სურათის აღდგენამდე მოსვლა არ უნდოდა. Birleştirene kadar buraya არ უნდოდა რომ ვინმესთვის შემეტყობინებინა და როცა თავი მზად იგრძნო, მაშინ მოვედით. geldik. Kimse ხო, არავისთვის შეგეტყობინებინა, არა? რა სისულელეა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენთვის უნდა გეთქვა. Serkan'ın karar სერქანის გადაწყვეტილების განხილვას არ ვაპირებ. კარგი მომისვინა. მესმის რომ შოკი გადაიტანა. თავი დაარტყი და არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ძლიერი შოკი გადაიტანა და ფიქრობ რომ სელინს ხვდები, მაგრამ ასე არა. მსგავსი არაფერია. როცა შენ ცხოვრებაში გავჩნდი, მასში სელინი არ იყო. მას დაშორდი. სელინი ფერიძე იყო დანიშნული. ჩვენ დაქორწინებას ვაპირებდით სერქან, რა სელინი, რას ამბობ? ჩემთვის უბრალოდ უცნობი ხარ. არ მახსოვ ხარ. კარგი. მოდი ასე მოვიქცეთ. Şöyle yapalım. მოდი ჩვენ ყველაფერს ახლიდან დავიწყებთ. ყველაფერს ახლიდან დავიწყებთ. Her yaşadığımız şey. ყველაფერს ახლიდან გადავიდანთ. Her şey. ყველაფერს ახლიდან გავაკეთებთ. Elimizde değil mi zaten? ნუ თუ ამას ვერ შევძლებთ. Ya. ნუ თუ ყველაფერი ჩვენს ხელთ არაა. Tutamaz.
ჩვენ სიყვარულს ვერ დაევიწყებდი. კარგი დაუშვათ გონებას დაავიწყდა და დაივიწყოს. კარგი, მაგრამ შენი გული არ დაივიწყებს. სადღაც მანდ ვარ. ვიცი, სადღაც მანდ ვარ სერქან. მოდი ასეთ სიტუაციაში ლოგიკურად ვიმშილოთ, კარგი? მე შენ არ მახსოვ ხარ. ვცდილობ გაგიგო. მაგრამ ახლა მე სელინს ვხვდები. ამას ასე არ დავტოვებ. ყველაფერი სწორად იგრძენით ქალბატონო აიდან. ეს დედის გული რა არის? არ მიგრძნიან სერქანმა დამირეკა. და მე არ მითხარით? ეს დედის გული არაა, უნამუსობა. უნამუსობა არაა, ჩემი შვილი მოვიდა, გაჩუმდი. მაგრამ ყველაფერი ასე რატომ გამოვიდა ვერ ვხვდები. ვერც მე. გოგოებო. ახლა ჭკუიდან შევიშლები. რამე მომეცით, თორემ ყველაფერს დავამტვრევ, ჭკუიდან ვიშლები. კარგი დაწყნარდი, მოდი აქ ჩამოვჩდეთ. მისმინე, მართალი ხარ. მართალი ხარ იმის შემდეგ, რაც ახლა მოხდა, მაგრამ ჯერ უნდა დაწყნარდე. როგორ დავწყნარდე? არ ვახსოვარ. ჩემს წინ დადგა და ამტკიცებს, რომ არ ვახსოვარ. მოდი, სხვა მხრიდანაც შევხედოთ. სხვა მხრიდან. დაბრუნდა, აქ არის. ცოცხალია, ნუ თუ ეს კარგი არაა, ხო? მითხრა, რომ პირველად მხედავს. რომ მისთვის უცხოვარ. ყველაფერი ახსოვს, რაც სელინთან გადახდა, მაგრამ ჩემზე არაფერი ახსოვს. სინამდვილეში ძალიან სისულელია, რომ სელინთან ყველა მომენტი ახსოვს და შენთან არა. სისულელია, მართლები ხართ, მაგრამ ჩვენ ხომ იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ცოცხალია. ცოცხალია. მე თუ აღარ ვიცი რა ვიფიქრო და რა გავაკეთო. შემიძლია გავიგო, რომ ეხსერება დაკარგა, მესმის. შეეძლო ყველაფერი დავიწყებოდა და მე დავიწყებოდი, მაგრამ სელინი როგორ ახსოვს? მეუბნება, რომ უკანასკნელი რაც ახსოვს, სელინთან მომენტებია. ძმაო, შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. ფიქრის დავიწყე, რომ დაკარგეთ. მოდი, არ გადავაჭარბოთ. არ გადავაჭარბოთ. არ ვაჭარბებ. კარგი, დავბერდი სერქან. მაგრამ ყველაფერი კარგადაა. ძმაო, ერთხელ ნამდვილად მომკლავ. აბა ბატონო ინგილ. იცი, ერთი რამ არ მესმის. შენ რა არაფერი გახსოვს? მცირე მოგონებები მაინც. ედა მაინც გაიხსენე. თქვენ ხომ დაქორწინებას აპირებდით, სანამ ყველაფერი მოხდებოდა. არც კი ვიცი. არ ვიცი ეს როგორ ახსნა. რაღაცები მეხსიერებაში ქრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ედას თუ უკავშირდება, ძმაო მომისმინე. ეს ძალიან უცნაურია, რადგან ის ადამიანი ვარ, რომელიც შენი და ედას ურთიერთობას დასაწყისიდანვე ვაკვირდებოდი. ამიტომ ჩემთვის ძალიან უცნაურია, ენგინ მომისმინე. რადგან ეს ისტორია დასაწყისიდან იცი. შემიძლია შენგან მოვისმინო. კარგი? ცოტა არეულია, მაგრამ ვეცდები მოგიყვე. ედა ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი იყო, რომელსაც სტიპენდია მივეცით. Sakin olun. მოდი დავწყნარდეთ. Geldi. დიახ, დაბრუნდა, მაგრამ იქნებ დროებითაა. უკან დაბრუნება. მერტ მოხნა აქედან წავიდეს. არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან ისევ ამ კომპანიის პიარ დირექტორი ვარ. ასეა? ასეა. არ შემიძლია სერქანი ამ მდგომარეობაში დავტოვა და წავიდე. რა უთხარი? რა უთხარი, რომ დააბრმავე? ისეთი რა უთხარი, რომ მისი ფიქრები მოწამლე. აიდა სერქანისთვის არაფერი მომიყოლია. სერქანმა დამირეკა და დამიძახა. წავედი და გვერდში დაუდაქი, სულ ესაა. სინამდვილეში გიხარია, არა? მართლა ფიქრობ, რომ უბედური შემთხვევა მახარებს? რა თქმა უნდა არა, მაგრამ დღეს ძალიან რთული დღეა. მალე მე და სერქანს პრესასთან შეხვედრა გვაქვს, ამიტომ ამის დრო არ გვაქვს. დამცენის. ახლა ამას ვაჩვენებ. ედაკ მარა გთხოვ. გთხოვ დაწყნარდე. Rica ediyorum, sakin ol artık. ხომ ისი პრობლემის გადასაყვანად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. Eda. აღარ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიქცე. რა გავაკეთო გოგოებო? რა გავაკეთო? როგორმე Tamam. ფიქრობ, Vallahi bir უნდა sakin დავწყნარდეთ. olun. სიძეს გაახსენდები. Ya, eminim. დარწმუნებული ვარ ძალიან დამწუხრდება, როცა გაგიხსენებს. Seni üzdüğü için. ედა რა არ გადაიტანეთ, ნუ თუ შეიძლება ამან დაგაშოროთ. ნუ თუ შეიძლება შეგაჩეროს. Size. ხო. ცოცხალია.
ცოცხალია და აქ არის. არავის ჯეროდა, მაგრამ მე მჯეროდა რომ დაბრუნდებოდა, თუმცა რაც ახლა ხდება ეს ზედმეტია. კარგი, შენი მესმის. ვიცი, ახლა ყოველს გვერდში დგომოგჭირდება. İhtiyacımız var. ანუ ნამდვილად რაღაც გამოსავალი არსებობს. რამე უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმოქმედოთ და გავახსენოთ. რამე დამამშვიდებელს მოვამზადებ. ხო. უნდა გამიხსენოს. და გამიხსენებს. აი, რაც არ უნდა იყოს ვაიძულებ რომ გამიხსენოს. რამე უნდა მოვიფიქრო და დავგეგმო. უნდა გამიხსენოს. აი ესე ზუსტად ესე. Tamam aradım. ამედას დანახვა მინდოდა ზუსტად. მაგრამ ჯერ უნდა დაწნარდა ედა. გამიხსენებს. გამიხსენებს. Kız istemesi kına ნიშნობა ინისაღამო ღალატი მოტაცება და ამის შემდეგ ქორწილის დღე დადგა და en son შემდეგ თავადაც იცი. günü geldi çattı zaten sonrasında malum. ეს ისტორია. Yani bu hikaye ეს ისტორია, რომელიც მომიყევი, aşırı სულელურია. yani ნუ თუ არა. ნუ თუ ასეთი ადამიანი ვიყავი. Değilsin. არიყავი, ასეთი არიყავი სერხან მართალია, მაგრამ სიყვარულმა შექცვალა. Seni değiştirdi abi. aşk falan სიყვარული არ არის ენგინ. სელინი მართალი იყო, რაღაც არასწორში გავერიე. თავი ბოლომდე მივეცი, მაგრამ სიყვარული არა, ხვდები? ავიაკატასტროფა გადავიტანე, თვალები გავახილე და პირველი ადამიანი, რომელიც აზრად მომივიდა, სელინი იყო. ანუ სელინმა მოგიყვა ასე? რადგან სიმართლე ისეთი არაა, როგორც მოგიყვა ძმაო. yani biz დიახ, ხვდები, სელინმა ურთიერთობისას მიმატოვა. ასეა, ხო? yani terk etmiş. კი, მიგატოვა, რადგან ქორწინებაზე იმედს არ აძლევდი. კარგი, მართალია, ამის შესახებ მომიყვა. მიმატოვას შემდეგ, რა ქვია, ფერიტზე დაინიშნა. დიახ, შენ იმაზე ჩაიციკლე, რომ სელინი შენს გარდა ვერავიზე დაქორწინდებოდა. Veremez diye. კარგი, მართალია. და შემდეგ მე და ეს ედა უნივერსიტეტში შევხვდით. იქ რაღაც მოხდა და შემდეგ ისტორია ყალბნიშნობაზე. მითხარი, ნუ თუ ეს ზედმეტად სულელური არ არის? Bütün არ არის? çok saçma yani. Öyle ასეა, მაგრამ Başka სხვა şeyler de var. ფაქტებიცა. ენგინ, ისმინებს. ნუ თუ შესაძლოა თავი ასე მივცე. შენ ხომ მიცნობ, სერთან ბოლათი ვარ. ნუ თუ ამის გაკეთება შემეძლო, არ შემეძლო და საერთოდ Abi şaşırmaz olur muyum? Bambaşka bir გავოცებული ვარ ძმაო, სრულიად სხვა ადამიანი გახდი, რა თქმა უნდა გავოცდით. ენგინ, ხო, შენ მაინც გამიგე. ახლა მე არაფერი მახსოვს. გასაგებია? Hatırlamıyorum. საერთოდ არაფერი. Sadece ახლა მხოლოდ იმ მომენტზე ვარ, როცა სელინთან ერთად ვიყავი. ზუსტად იქ ვარ გაჭედილი და რაც ბოლო წელს მოხდა. არა, ძალიან უცნაურია. ნამდვილად ძალიან უცნაური, მაგრამ garip. შენ აქ ხარ. დედა, Yani ამაზე ტელეფონით ვსაუბრობდით, მაგრამ სახლის ღრუბლს გარეთ შენი დანახვა ნამდვილად სხვა გრძნობაა. კარგად ხარ. კარგად ვარ. ბოდიში გადაგახტებით. კეთილი იყოს მობრძანება. hoş geldiniz. Ben დაგტოვებთ კარგი, შემდეგ ვისაუბროთ. Gelin შემოდი. Gel. Şunları bir kontrol. კიდევ ერთხელ უნდა შევამოწმოთ. Çadırı al. კარავი ავიღე. Kaplar. ჭიქებისა და Kaplar. ჭიქებიც აქა. Uyku საძილე ტომარა გვაქვს. Tamam, კარგი. kaldı geriye. კიდევ რა დარჩა? Geriye. კიდევ დარჩა. Kaldı sadece. ედას ნახვა დარჩა. ნუ თუ ედა არ გაგიჟდა, როცა ეს უთხარი. დიახ, გაგიჟდა. და როგორ ჩანს, ცოტა აგრესიული ადამიანია. Tip herhalde. არა, სინამდვილეში ბამბასავითაა. მართლა? არა მოიცადე, ასე არ შეიძლება. რაღაც უნდა გავაკეთოთ. მეხსიერება უნდა დაგიბრუნდეს. არა, სიმართლე გითხრა, ასე ძალიან კარგად ვარ. Gayet iyiyim. როგორ თუ კარგად ხარ და ედა? Yani მოდი ასე გეტყვით. şöyle anlatayım. მე ედას არ ვიცნობ. Eda ის არ არის. tanımıyorum. არც ვიცი ვინ არის. Yok. ჩემს მეხსიერებაში ასეთი ადამიანი არ არის. Kafamda öyle biri yok. O yüzden. ესე იგი ძალით არ იქნები, მაგრამ ეს ისტორია დაუმთავრებელი არ უნდა დარჩეს. არ დარჩება, რადგან ედა ჩემთვის არასდროს ყოფილა. ამიტომ ვერ ხვდები, რატომ არავინ დაი Buna,
აი ადამიანი რომელსაც ჩემი ესმის. კეთილი იყოს მობრძანება ქალბატონო აიდან. კეთილი იყოს მობრძანება სელენ. როგორ ხართ? ყველაფერი კარგადაა? დიახ და შენ როგორ ხარ? სერქანი უნდა მოგდაცოთ, რადგან პრესასთან შესახვედრად უნდა მოვემზადოთ. ახლა, კარგი. რა თქმა უნდა, ძვირფასო, რა თქმა უნდა. ხელს არ შეგიშლით, მაგრამ მინდა ხვალ ექიმი ვნახო. ახლავე დავრეკავ და შეხვედრაზე მოვილაპარაკები. საჭირო არა. ეს საკითხი უკვე მოვაგვარი აუცილებელი უარს არა. არ მივიღებ. ჩემი ექიმია და მასთან წაგიყვან. კარგი. Peki, tamam. და კიდევ რაღაც. რადგან დაბრუნდი, ეს უნდა აღვნიშნოთ. რამეს დავგეგმავ და ყველა თანამშრომელს დავპატეჟებ. როდის? ხვალ. ხვალ? დიახ, ხვალ. კარგი. არა აუცილებელი არა. არ დადეგებიდან ხომ არ დაბრუნებულ ვარ, ამიტომ O yüzden კარგი. უარს არ ვამბობ. უარს არც მივიღებ. კარგი. ალო ეზგი? დიახ, ეზგი. კატის სურათი ნახე, რომელიც გამოგიგზავნა. კატა რომელმაც მალე უნდა გააჩინოს. მისი ერთ-ერთი კნუტი მინდა. Bir tanesini sahiplenmek istiyorum. ენგინი ჯერ საქმის კურსში არა. არ იცის, არ მithქვამს. Söyleyemedim daha. მშობიერობამდე დრო კიდევაა. Yani ben მეც ახლა ხანს გავიგე. öğrendim, yeni karar ცოტა verdim. ხნის წინ გადავწყვიტა. Bilmiyorum zaten. ისიც არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება. Biraz ცოტას tedirgin. მნერვიულობ. არც კი ვიცი როგორ უთხრა, ჩვენ ხომ ერთად ცხოვრება ერთ სახლში ახლა ხანს დავიწყეთ. Açılmaya başladık. მივეჩვიეთ და ახლა ეს Minik bir can. არც კი ვიცი როგორ მეიღებს. Yine nasıl gelir bilmiyorum. ვეცდები. აკურატულად მოვუყვა ვეცდები. Aynen. შესაფერის დროს და შესაფერის ადგილს მოუყვები. დიახ, კარგი. დიდი მადლობა. კარგი ნახვამდის. Ay. ჩემო ცხოვრება. საქმეები დავასრულე. შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ვილაპარაკე. კარგი, შეგიძლია ამ პროექტს შეხედო. რაღაც დეტალების გასწორება მჭირდება. პროექტი? პროექტი. პროექტზე ვილაპარაკებთ? ენგინ კიდევ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ჩვენ ხომ ოფისში ვართ. სერქანი ესესაა, მოვიდა უკვე მუშაობა დაიწყო. საერთოდ რაზე ფიქრობ? Tamam ya. კარგი, მოდი პროექტზე ვილაპარაკოთ. გახსენე. ნახოთ ერთი რა პროექტია. Nasıl? როგორია? Hani iş projemiz. Hani iş bizim projemiz. და რას წარმოადგენს? დიახ, Bak şimdi. შეხედო. Şurada აი აქ მოჭრილი დეტალია. ჩემი აზრით, ქალბატონი აიდანი დაგიცავს. seni koruyacak. ნუ თუ კაცები დედებს არ უსმენენ. Sözlerini dinlemez mi? ნახოთ ახალი სერქანი თუ მოусმენს. ეს ხომ ახალი სერქანი არაა, ძველია. ძველზე უარესი. Senden daha kötü kalpli. უგრძნობი რობოტი. Bir robot. ყინული. Da. კედელი. Duvar. პატარა. სერიოზ. კეთილი იყო შენი მოსვლა. სერიუსმა ცოტა გამასეირნა. ძალიან ძლიერი ძაღლია. სერიუს? პატარა. ჩემთან მოდი. როგორ ხარ? მოგენატრე? მე ძალიან მომენატრე. gel evimize მოდი სახლში წავიდეთ. სერიოზ. სერიოზადმე წასვლის სურვილი არ აქვს. სანამ შენ არ იყავი, მე ვუვლიდი და მომეჩვია. ორი თვე? როცა დასასვენებლად მივდივარ, სერიუს ორი თვე ვტოვებ. ნუ ნერვიულობ. ძლებია, ჩემი ძაღლია. ახლა ისწავლე რომ არ დატოვა. გითხარი მომეჩვია მეთქე. ასეთი განზრახვები არ მაქვს. მისი სურვილი ცხადია. სამწუხაროდ. მისი სურვილი ცხადია, რა თქმა უნდა. იქნებ მოგვიანებით გააგრძელა, პრესკონფერენცია გვაქვს. Yetişmemiz gerekiyor. დიახ, მართალი ხარ. პატარა. შეხედე. ისე ყველაფერი შეჭამა. Yani bir ერთს იყიდი და დანარჩენი იჭმევა. Eşle dostla yiyorsun. Bir daha sen შენგან ფულს აღარ ავიღებ. almayacağım bak. კარგი, მაგრამ იმის გამო რომ უფასოა, ხარისხი არ გააფუჭო. მოვილაპარაკეთ. Ya sen Da, buraya bir tanıştırımlık sen sarayı yapacak var. mısın?
თანამშრომლებს ავიყვან, მაგრამ ჯერ არ მიპოვია. სიმართლე გითხრა გაცხადებაც არ გამომიქვეყნებია. მინდა ვინმე ჩვენი რაიონიდან იყოს, ამიტომ ჯერ ამ ატელიერში მუშაობ. Burada ilgileniyorum böyle şeyler. გავიგე. გისმენ მელო. როგორ? Ne diyorsun? რას ამბობ? Öyle bir... ასე მოულოდნელად? რა? Ne? რა? არაფერი. დაწყნარდე. Sakin ol. ედა? ედა როგორა? Ah, კარგი. კარგი, ერთი წუთით მელო. ნება მომეცი ეს ინფორმაცია მივიღა. კარგი ძვირფასო, გადმოგირეკა. Tamam. აი ეს მესმის. რა მოხდა ედას რამე შემთხვევა? კარგადაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ Sanırım iyi. Ya şey... ხო, კარგადაა. სერქანი დაბრუნდა. სერქანი? ცოცხალია? კარგადაა? Gayet Türk gibiymiş. ცოცხალია, Şey, კარგადაა. hatırlamıyor musun? მაგრამ არ ახსოვს. Süreyi დროის განსასრული პერიოდი არ ახსოვს. რას ნიშნავს არ ახსოვს? მეხსიერება დაკარგა? ხო, მეხსიერება დაკარგა. ედაც არ ახსოვს. დანარჩენი თითქოს ყველაფერი კარგადაა. Ben... ედას უნდა დავურეკო. არა, ახლა არ დაურეკო, რადგან არ დაურეკა. უნდა დამშვიდეს. მარტო ყოფნა უნდა. და სერქანი რაღაც შეხვედრაზეა. მელო შეგვეტყობინებს. არასწორია. სრულიად არასწორია. სერქან ყველა საინტერესებს მომხდარის შემდეგ რა გადაიტანა. ჩემი აზრით ამ თემაში არ უნდა ჩაერია. Daha çok işimin başına... ის რომ კარგად ხარ და საქმეებს დაუბრუნდი საკმარისია. არ შეიძლება ახლა არ გავაკეთოთ. უამრავი საქმე მაქვს. სამწუხაროდ ვალდებულები ვართ რამე განცხადება გავაკეთოთ. კარგი მზად ვარ. და მოვიდნენ. მოვიდნენ და ამით დავამთავროთ. ძალიან მიხარია ისევ ასეც რომ მხედავ საყვარელო. როგორც? საქმეებით დაკავებულს. Sağlık. ჯამთელს. თავის თავში დარწმუნებულს. ყვავილები? ეს რა ყვავილებია? ედა, უნდა დავილაპარაკოთ, რადგან ეს ციფრები მოკლედ სალაპარაკო გვაქვს. რა საკეთებ? ხელბორკილები გაგიკეთე. ხო, მივხვდი რომ ხელბორკილები გამიკეთე, იდიოტი უნდა ვიყო რომ ვერ მივხვდი. მაგრამ რატომ გააკეთე ეს? ასე მომინდა. ასე მოგინდა. ბოდის გიხდი, რა თქმა უნდა, ქალბატონო ედა, მაგრამ არ შეიძლება ადამიანებს ხელბორკილები გაუკეთო მხოლოდ იმიტომ რომ მოგინდა. ვიფიქრე რომ რაღაცას გაგახსენებდი სერქან. ბოდის გიხდი, მაგრამ რა შეიძლება გამახსენონ? რა, სიმართლე გითხრა სამუშაოს დროს ხელბორკილების გაკეთება ამაზე სისულელია არაფერი მინახავს. ჩვენ რა ადრე კრიმინალები ვიყავით? დიახ. ჩემი დანაშაულე შენი სიყვარულია და შენი სასჯელი მე ვარ. განაჩენი გამოტანილია და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, გასაგებია. ეს ჩემი არა. ნამდვილად არა. აბადია, რა თქმა უნდა, საერთოდ ვერ ხვდები ბოლო 2 თვე კომპანიაში რა ხდება და ჩემთვის ამის გაგება ძალიან რთულია. იქნებ შენ ამიხსნა. Yani შენ ვერ ამიხსნე? ანუ ვერაფერს ვიგებ. მართლა არაფერი მესმის. ნამდვილად შეშლილი ხარ. ხო, შეშლილი ვარ. სანამ არ ეყავი, გავგიჟდი და როცა დაბრუნდი, საერთოდ შევიშალა. გასაგებია. პრესა მზადა. კარგი, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ. სელი, თუ ღმერთი გწამს, ეს რა არის? იცანი? რა ხდება? ეს რა არის? ვფიქრობ, უნდა მოემზადო და პრესას დაუძახო. დაუჯერებელი ხარ მართლა. ერთი წუთით პრესას არ დაუძახო, ასე პრესის წინ ვერ გამოვალთ.
უბრალოდ შეუძლებელია. Zaten seninle basın çıkma gibi bir niyetim yok. Ben kendim სერკან ბოლად. გისმენ? სელენმა მოგიყვა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვა. მე ამ კომპანიის პარტნიორი ვარ. და პრესას ჩვენი ურთიერთობა აინტერესებს. ანუ პრესის წინასე გამოსვლა ძალიან ლოგიკურია. ვალდებული ხარ. Şu an mecbursun. ვალდებული არ ვარ და არაფერი მავალდებულებს ცხოვრებაში ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა. ასეთი წესებია. მაშინ მოიხსენე თუ შეძლებ. მოვიხსნი ამ კომპანიის პარტნიორი ვერ იქნები. კომპანია ჩემია. Ben bu şirketin ამ კომპანიის პარტნიორი ვარ. ამას მიიღებ. ამის გამოსწორება შეიძლება. მოიხსენე თუ შეგიძლია. მოხსნი, ხალბატონო ედა, მოხსნი. bak dinleyin. მომისმენთ, რას წერენ? Bu gerçekten შესაძლოა და შემთხვევაცაა, როცა 70 წლის ადამიანს თავისი 35 წელი დაავიწყდა. hatırlamıyor. İnanılmaz. უბრალოდ დაუჯერებელია. Gerçekten ya. Ama დაუჯერებელია. რა თქმა უნდა დაუჯერებელია, მაგრამ 5 bile değil. სიძე 35 წლისაც არაა. ლეილა, შენთან ერთი კითხვა მაქვს. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ? ჩემი ხათრით შეგიძლია ეს შეისწავლო. Tek bir kişiyi შეგვიძლია მეხსიერებიდან სრულიად მხოლოდ ერთი ადამიანი ამოვშალოთ. მეხსიერებიდან მხოლოდ ერთი ადამიანი. რა თქმა უნდა. თქვენ ნეირონების შენებაზე არაფერი იცით, მე ხომ ამ საკითხში ვერ ყვევი, ასე რომ მოკლედ ნეირონები უმთავრესია. დახურე. şunları onları ya. ერდემ, აქ ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობთ. ვიკვლევთ, რომ ბატონი სერქანი გამოჯამთელდეს. Ya buna. მაგრამ პასუხი ნეირონებშია, არ მისმენთ და ისეთ გაუნათლებლებთან, როგორიც თქვენ ხართ, ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია. Ay of. Ay of. Ay of. კარგი რა, ერდემ. Erdem. ერდემ, Of Erdem ya. მომისმინე, მოდი ეს აქ დავთქვათ. რა სიტყვა? რას აკეთებ ჩემო ცხოვრებავ? ფეხზე რატომ გახარ? ამას რატომ აკეთებ? ფეხზე მდგომი რატომ მუშაობ? ენგინ შეგვაშინე, პროექტს განვიხილავთ. ხო, შენთვის ფეხზე დგომა არ შეიძლება. არ იდგები, მორჩა. რატომ? ჩვენ ხომ მალე დავასრულებთ. Uzun da değil bizim iş. არა. ორი სიცოცხლე. ორი სიცოცხლე. ორი სიცოცხლე. ორი ადამიანი. აქ ორი ადამიანი ხარ. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სიცოცხლეა. Hadi lütfen. ხო, დაჯექი. კარგი. Betül'cüm sen de otur. დამჭდრებმა იმუშავეთ. შენს დაჯექი, მიდი. აი, მშვენიერია. ნუში და კაკალი გიყიდე. Bademciğimiz Tamam, falan alalım, hadi. Yok ben çok არა, უკვე ბევრი ვჭამე და არ მინდა გული მერევა. არა გერევა, ზუსტად ღებინება შველის. გასინჯე. მიდი, გასინჯე. Zaten ხე ხომ შრომით უნდა ჭამოთ. ძალიან სასარგებლოა, აიღე. Hadi bakalım. Betül. Al bakalım. არა ვიღებ, არ მინდა. Alır mısın? ხო, მიდი, შენც აიღე. Hadi bakalım. გადაწყვეტე ჯამთელობას მიხედავ, რაღაც ვერ გავიგე. İkimizin გადავწყვეტე ორივეს ჯანმრთელობას მივხედო. ყველა ჯანმრთელი უნდა იყოს. hayatta neler var? შეხედე ცხოვრებაში რა ხდება, ხალხი, რას ებწვის. სერხას ვერ ხედავ? რა შემთხვევა? ეს რა შუაშია? არა, მომისმენე. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. სერქანი რა შუაშია? მისმა თვითმფრინავმა მარცხი განიცადა ეს რა შუაშია. მოვდგე? ხო, დაკი. წავედით, მოდი გავაგრძელოთ. მოვიდე და მოგვაცდინა. ბატონო სერხან, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ავია კატასტროფის შემდეგ რა მოხდა? რა თქმა უნდა. მარტივი დღეები არ ყოფილა, მაგრამ წარსულში დარჩეს. რთული ამაზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ, რადგან ჯანმრთელი ვარ და სამსახურს დავუბრუნდი. İşimin başına geri döndüm. ბატონო სერქან, ამ პერიოდში ყველაზე მეტად რა მოგენატრათ? რა თქმა უნდა, სამსახური. საჭიროა ცოტა ჩემზეც მოყვა. რადგან ხალხს ახსოვს, რომ დაქორწინებას ვაპირებთ. შენზე მოყვე? აბა ამის გაკეთებას არ ვაპირებ. უნდა მოყვა. საჭირო არა, არაფერი მჭირდება, არაფერს გავაკეთებ. გესმის? თქვენი პირადი ცხოვრება მაინტერესებს, ბატონო სერქან. ქორწილისთვის მზადება ახლიდან დაიწყეთ. Şöyle. ქორწილისთვის მზადებას არ გადავდებთ. ისედაც საკმაოდ ბევრი დრო დავკარგეთ. ასე რა საყვარელო. საყვარელო? დიახ. Evet. ბატონო სერხან, რა იგრძენით, როცა ქალბატონი ედა ისევ დაინახეთ? სიმართლე გითხრათ, არეული გრძნობებია. თქვენი ბედნიერება შეგვიძლია თვალებში წავიკითხოთ. მართლა. რადგან იმედი არასდროს დაგვიკარგავს.
ეს ხელები ერთმანეთს ასე უბრალოდ არ გაუშვებენ. სელინ, მოდი დავასრულოთ. Elim artık. მადლობა მეგობრებო. დაგაცილებთ. შეგიძლიათ მოემზადოთ. მადლობა. მადლობა, როგორც ვარაუდობდით, ბევრი საქმე გვაქვს. დიდი მადლობა. არ გეტეხო კომპანიის უპირატესობა. ასე, მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს. თქვენი რჩევა მინდა. როგორ ფიქრობთ, ენგინს რა რეაქცია ექნება თუ კატას მოვიყვან? კატა? ხო, კატა. როგორ გითხრა? ფიქრობ. აი, ასე იზამს. ლეპტოპს ასე ჩაარტყამს. შემდეგ დივანზე აცოცხლდება და დაჩხაპნის. ჯოისტიკით ითამაშებს და თამაშის შესაძლებლობას არ მოგცემთ. ფიქრობ, ბატონი ენგინის სახლში კატების წინააღმდეგია. არსებობენ ადამიანები, ვისაც კატები არ უყვართ. იცით, ფიქრობ, მომზადების შემდეგ უნდა უთხრა. რისთვის მოვამზადა? კატას ავიყვანთ, მხოლოდ ორი სიტყვა. İki kelime bir şey bu. Çok მართალი ხარ, შეგიძლია უთხრა რა? დიახ. მაგრამ თუ თქმის გეშინია, მოულოდნელად უნდა გააკეთო. მაგალითად, არეულობის დროს უნდა უთხრა, ან წვეულების დროს. ხვალინდელი წვეულების დროს უთხარე. Mesela şeyde მგონი, კარგი აზრია. ხვალინდელ წვეულებაზე უთხრა? მართალი ხარ მელო, შენიერი იდეა, მადლობა. შემაქო. bana harika dedi. ხედავთ? Yanlış karar. ხო,